მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვაკეთებთ ნეიროგრაფიკას ფინანსურ წარმატებაზე. წინაზე ვქონდა ჯანმრთელობაზე, ახლა გავაკეთოთ მოდით ფინანსურ წარმატებაზე და თან ვიყენებ აფირმაციებს დასტიდან წარმატების გასაღები. აქ ვიდეოში თქვენ ნახავთ რა აფირმაციები ამოვიდა დღეს და აი ამ აფირმაციების გამოყენებით და მის საფუძველზე ვაკეთებთ ნეიროგრაფიკას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში 2 წუთის მანძილზე ვწერთ 20 სიტყვას, ხო? და აქ მინდა ავღნიშნო, წინა ვიდეოებშიც ვახსენე, ჩვენ ხშირად გვაქვს ფინანსური ბლოკები, შინაგანი ბლოკები. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაცია იდება, განსაკუთრებით ბლოკები მოდის საგვარეულოდან, ოჯახიდან, გარემოდან, რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ. თქვათ, დამოკიდებულება ფულის მიმართ, რომ ფული არის სიბინძურე, ხელის ჭუჭყი, მაგალითად იგივე რომ ბევრი ფული არ შეიძლება რომ გქონდეს, მოაქვს გარკვეული თქვათ უბედურება და მსგავსი თემები, ხო? შეიძლება ეს მოდიოდეს ადრინდელი ამბებიდან, მაგალითად მოხდა რევოლუცია, რა დროსაც ხალხს ჩამოართვეს ქონება და აი ვისაც თქვათ ყავდა საგვარეულოში გაკულაკებული წინაპრები, იმ ოჯახში განსაკუთრებით საშიშად ითვლებოდა დიდი თანხის ქონა, ხო? ან საბჭოთა პერიოდში, მაგალითად, ვინც გავიზარდეთ ამ დროს, ძალიან ხშირად გვესმოდა, რომ ფული ვისაც ჰქონდა ეს საქმოსნობა და ბიზნესი, ასე ვთქვათ, ვისაც ჰქონდა, მაშინ ბიზნესი არ ერქვა, მაგრამ მაინც საქმოსნობა იყო ძალიან ცუდი, ამაზე იჭერდნენ და მოკლედ სჯიდნენ ამისთვის ხალხს და ჩვენს ცნობიერებაში, თქვენ ცნობიერში ეს ძალიან ცუდად დაილექა. თუმცა ყველას მსგავსი მიზეზი შეიძლება არ ქონდეს, ანუ ზოგადად ესე კოლექტიურ ცნობიერებაში იმ თაობაში, რომელიც გავიზარდეთ და იმ თაობას, რომელსაც ჯერ კიდევ მეხსიერებაში ეს უდევს, შეიძლება ქონდეს მსგავსი ფინანსური ბლოკები. ამ ბლოკებზე უნდა ვიმუშაოთ, უნდა დავამუშაოთ და პირველი რაც საკუთარ თავს უნდა უთხრათ, ეს არის ჩემთვის შეიძლება დიდი ფულის ქონა, თუმცა აქვე აღნიშნავ, მარტივი არ არის ამ ბლოკების დამუშავება, საკმაოდ დიდი ძალისხმევა ჭირდება, ბევრი პროგრამა შეიძლება იყოს ჩვენში, ნახეთ როგორი გადაზრდა იცის, ეს შეიძლება იყოს პასუხისმგებლობის თემა. მაგალითად, მე ბევრს მუშაობ, ბევრი ფული მჭირდება იმისთვის, რომ არა საკუთარ თავს მოვახმარო, არამედ თქვათ ოჯახს, ბავშვებს, იმას, მაგრამ ხშირად მქონია ალბათ სიტუაცია, ვერ ვაძლევთ უფლებას ჩვენ თავს, რომ ვიყიდოთ თქვათ ძვირადღირებული ნივთი ჩვენთვის. თუ არ გაქვთ ეს მომენტი, გილოცავთ, ძალიან კარგი მომენტია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გვაქვს ესეც ჩადებული, რომ აი შენ თავზე ვერ გაიმეტებ, მაგრამ აი ოჯახისთვის, იქით შვილებისთვის, იქით რაღაცა სიტუაციისთვის უნდა გადადო. ეს ერთი შეხედვით ძალიან კარგი თვისებაა პასუხისმგებლობის მომენტი, მაგრამ ამასაც უნდა ქონდეს გარკვეული ზღვარი, არ უნდა იყოს ზღვარგადასული, ხო? არ უნდა იყოს ისე, რომ აი თქვათ, მიდიხარ ამუშაოთ და მუშაობ იმისთვის, რომ იმუშაო და მოიტანო შემომტანი იყო ოჯახში. დავუბრუნდეთ ახლა ჩვენს ნეიროგრაფიკას და დავიწყეთ წრის ხატვით, დავხატეთ წრე. ამ წრეში ვავლებთ რამოდენიმე ნეიროხაზს. თითოეულ ნეიროხაზს მოდით მივცეთ დასახელება. რა მინდა მე, რისთვის მჭირდება ფინანსები, ხო? თქვათ, შეიძლება მჭირდებოდეს მოგზაურობისთვის, შეიძლება ეს იყოს ჩემთვის კომფორტი, შეიძლება მინდოდეს რემონტისთვის, შეიძლება მინდოდეს საჩუქრები რო გავუკეთო მეგობრებს, შეიძლება მინდოდეს ვიღაცის დასახმარებლად და ასე შემდეგ. რამდენიც გექნებათ თქვენ ეს განმარტება, რისთვის გჭირდებათ ფინანსები ძირითადად, ხო? ალბათ მანამდე უნდა დავფიქრდეთ, ყველას გვჭირდება ფინანსები, მაგრამ ყველა ჩვენი მიზეზი გვაქვს, რისთვის კონკრეტულად რა უნდა მომიტანოს მე დიდმა ფულმა, რა მინდა ამ ფულით რომ შევიძინო. და აი ესენი ჩაწერეთ, მიაწერეთ ამ ხაზებს. შემდეგ
ვიწყებთ გადაკვეთის ადგილების მომგვალებას, როგორც იცით უკვე, ვინც ხართ ამ მონაწილეობთ ამ მარათონში, გეცოდინებათ უკვე როგორ უნდა გაავლოთ ნეიროხაზები და ასევე გეცოდინებათ როგორ უნდა მოამგვალოთ კუთხეები გადაკვეთის ადგილის. ამით ჩვენ ვარბილებთ ჩვენი გონებისთვის, აი გადაკვეთის ადგილი შეიძლება იყოს გარკვეული წინააღმდეგობა და აი ამ წინააღმდეგობებს ვშლით ამითი და ვარბილებთ და ვამგვალებთ. იგივე ამ მომენტში აი ეს ბლოკებიც იშლება და რბილდება. აი ამის მომგვალების შემდეგ ფაქტიურად ძირითადი სამუშაო დასრულებული გვაქვს, მაგრამ აქ ვიწყებთ დამატებას შიგნით რამოდენიმე ფიგურის. ამ შემთხვევაში გამოვიყენებ სამკუთხედებს, ორი სამკუთხედი ჩავამატე და სამკუთხედებს მივეცი თვისება. ერთი არის თვითგამოხატვა ჩემი თვისება, თვითგამოხატვა, რომელიც დამეხმარება მე ფინანსების მოზიდვაში. თქვენ შეიძლება სხვა გქონდეთ, თქვათ, რესურსი, რასაც მიაწერთ ამ სამკუთხედს და მეორე არის ჩემი ექსპერტულობა, ანუ ჩემი ცოდნა გარკვეულ სფეროში, ხო, ჩემი როგორც სპეციალისტის საჭიროება, ხო? აი ეს მეორე სამკუთხედი სწორედ ამ თვისებას ატარებს ჩემთან, იმიტომ რომ თვლი რომ იმისთვის რომ ფინანსური წარმატება მქონდეს, მე უნდა შევძლო ჩემი ცოდნის გამოყენება და რეალიზება მისი. შეგიძლიათ რამოდენიმე გააკეთოთ ეს სამკუთხედები, შუაგულისკენ მიმართოთ მათი წვერები და ჩაწეროთ სამკუთხედში რა მოიაზრება მასში. სამკუთხედებს აქ დავამატე ასევე ოთხკუთხედი ფიგურა, რომელიც არის სტაბილურობის და სიმყარის სიმბოლო ამ შემთხვევაში აქ და მე აქ მინდა რომ ჩემი შემოსავალი იყოს სტაბილური, ჩემი დიდი ფინანსური შემოსავალი იყოს მუდმივი და სტაბილური. ამიტომ სწორედ ეს თვისება მივაწერე ამ ჩემს ოთხკუთხედს. რა თქმა უნდა, ამ ფიგურებსაც ნეიროგრაფირებას ვუკეთებთ, ანუ გარედან შემოავლეთ ხაზები ნეიროგრაფიკის მეთოდით, შემოხაზეთ, გადაკვეთის ადგილები აქაც მოვამგვალეთ აუცილებლად. ამის შემდგომ უკვე გადავდივართ ფერზე. რაც შეეხება ფერს, მოდით ამ შემთხვევაში ავირჩიოთ ფერების სიმბოლოების მიხედვით. მაგალითად, სტაბილურობა, ხო? სტაბილურობა შეიძლება იყოს ლურჯი ფერის, მუქი ლურჯი ფერის, შეიძლება იყოს მწვანე ფერის და ყავის ფერიც, სხვათა შორის საკმაოდ ესეთი მიწიერი ფერი შეიძლება იყოს სტაბილურობის სიმბოლო. თუმცა მე ყავის ფერის გამოყენება არ მინდა ჩემს ნახატში, ამიტომ ლურჯს გავაკეთებ. სამკუთხედებისთვის ავირჩევ წითელ ფერს, ენერგეტიკულად ძლიერი ფერია წითელი, შეგიძლიათ სტაფილოსფერი აირჩიოთ, იმიტომ რომ აქ არის თვითგამოხატვა და ამას ენერგია ჭირდება საკმაოდ დიდი. მე ესე ვთვლი ყოველ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ სხვა ფერებიც აირჩიოთ, მაგრამ დააკვირდით მათ ენერგეტიკას. და თვითონ წრე, რომელშიც ყველაფერს ვხატავ, იქნება ჩემთვის ყვითელი ენერგიის მატარებელი. ყვითელი საკმაოდ გამოხატული ნათელი ფერია, ათბობს, ახურებს, სისფერია და ენერგიას აძლევს ჩემს ჩანაფიქრს. ასევე აქ ხაზები, რომელიც მე გავავლე, ხაზებსაც მივეცი ფერი, თქვენ შეგიძლიათ მისცეთ, მე აქ მწვანე ფერი გამოვიყენე. ფერის მიცემის შემდეგ, როდესაც უკვე ჩვენ მოვახდინეთ არქეტიპირება, ჩვენ ახლა უკვე გვჭირდება, რომ ეს ჩვენი განზრახვა გავიტანოთ სივრცეში. თქვენ შეგიძლიათ ასეც დატოვოთ, თუმცა მე მაინც რეკომენდაციას გავუწევ, რომ განზრახვა გასული იყოს გარე სივრცეშიც და არ იყოს მხოლოდ ჩვენ შიგნით ჩაკეტილი. ანუ მე მაქვს ეს განზრახვა, მე ახლა გავაკეთე ნეიროატომი ქვია აი ამ წრეს, რომელიც ჩვენ თავდაპირველად დავხატეთ და ამ ნეიროატომში მოვათავსე სამკუთხედი და ოთხკუთხედი. თუმცა ნეიროატომი თავისთავადაც მუშაობს, მაგრამ თუ მას მივცემთ ასევე ხაზებს სივრცეში გასასვლელს, უფრო მეტად შევუწყობთ ჩვენს განზრახვას ხელს, რომ სწრაფად გავიდეს
სივრცეში, ჩვენს გარშემო სივრცეში და მოხდეს რეალიზება. ამიტომ ფერის მიცემის შემდეგ მე დავამატე ხაზები, სიფრცული ხაზები და აქვე ვიტყვი, რომ თქვენ შეგიძლიათ, რომ სივრცესაც მისცეთ ფერი, ესეც აირჩიეთ ენერგიების მიხედვით, ანუ რა ენერგია მოდის, როგორი სივრცე გინდათ, რომ იყოს თქვენს გარშემო. ზოგი ირჩევს ის ფერს, მაგალითად, განწყობის მიხედვით, ანუ ბაციის ფერი, ეს შეიძლება სულიერების ფერად აღიქვათ, ცისფერი, ასევე ამაღლებული ფერია, ზოგისთვის ვარდისფერი, იმიტომ რომ განწყობა იყოს ესეთი იყოს სასიყვარულო ატმოსფერო თქვა თქვენს სივრცეში, შეგიძლიათ ამ შემთხვევაში ვარდისფერი აირჩიოთ, ან მწვანე აირჩიოთ, ეს არის უფრო სტაბილურობის ფერი და თან, რა თქმა უნდა, ფინანსებთან დაკავშირებული ფერია. როგორც გითხარით, ფერთან მიმართებაში თქვენ ენერგიის მიხედვით, ანუ შინაგანი ენერგიის მიხედვით განსაზღვრეთ, რა ფერი გინდათ, რომ იყოს თქვენი სივრცე. მე ამ შემთხვევაში დავტოვე ჩემთვის თეთრი ფერი, რადგან თეთრი ყველაფერს მოიცავს ისევე როგორც შავი, მაგრამ არტ თერაპიაში შავ ფერს არ ვიყენებთ მაინც ესე როგორც ფონად, თუმცა ძალიან ლამაზია შავ ფონზე დახატული ნეიროგრაფიკა, ძალიან ლამაზია, მაგრამ მაინც არტ თერაპიულია ეხლა ეს ჩვენი ნამუშევარი და მოდით შავს დავანებოთ დროებით თავი. ცოტა უფრო სხვა ეტაპებზე, როდესაც გადახვალთ და როდესაც უკვე კარგად შეისწავლით ტექნიკას და ეს თქვენთვის იქნება ბუნებრივი მდგომარეობა, მასზე მუშაობა, მერე უკვე რა თქმა უნდა შეგიძლიათ, რომ შავ ფონზეც ხატოთ. ამ შემთხვევაში მე როგორც გითხარით, თეთრი დავტოვე, თეთრი ჩემთვის ყველაფერს მოიცავს, ყველაფერი შიგნით შედის და ენერგეტიკულად ძლიერი ფერიც არის გასუფთავების ფერი და ხო, ეხლა დავფიქრდი, შესაძლოა მინდა რომ ჩემი გარშემო სივრცე იყო გასუფთავდეს და განახლდეს და ალბათ სწორედ ამიტომ დავტოვე ეს ფერი. აი ეს იყოს დღეს ჩვენი ნამუშევარი, აი ბოლოს უკვე გამოვყო ფიქსაციის ფიგურას და ავირჩიე ოთხკუთხედი. აქ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ფიგურა აირჩიოთ და ის გახადოთ ფიქსაციის ფიგურა. აქ როგორც ხედავთ, არ ვამატებ ენერგეტიკულ ხაზებს, იმიტომ რომ თვითონ ეს ბირთვი არის უკვე ძალიან მძლავრი ენერგეტიკის მატარებელი და აქედან უნდა მოხდეს ზუსტად გატანა გარე სივრცეში ჩემი ჩანაფიქრის ფინანსურ წარმატებებთან დაკავშირებით. მზეს დაემსგავსა ჩემი ნამუშევარი. დღეისთვის სულ ეს იყო, გამეხარდება თუ შეასრულებთ ამ ნამუშევარს და მიიღებთ სიამოვნებას და მიიღებთ სარგებელს. თქვენ გეტყვით, რომ შესრულების დროს დააკვირდით თქვენს შეგრძნებებს, ხატვის დროს იფიქრეთ აი იმაზე, რასაც ხატავთ, თქვათ, იფიქრეთ ფინანსებზე, იფიქრეთ რა დამოკიდებულება გაქვთ, თქვათ, ფინანსებთან და ასე შემდეგ. გისურვებთ წარმატებას ფინანსებში, ზოგადად ცხოვრებაში და გისურვებთ, რომ ყველაფერი კარგი თქვენ სივრცეში მოვიდეს მარტივად და მსუბუქად თქვენთვის და ყველასთვის საკეთილდღეოდ.